Kalbutone და ბატონებო, მოგესალმებით ჩვენი გადაცემის შემდეგი ეპიზოდიდან. სადაც ჩვენ განვიხილავთ ხოლმე ყველაზე ხმაურიან მოვლენებს საქართველოში. და დღეს ყველაზე ხმაურიანი მოვლენა გვაქვს ის, რომ ხალხი კარტოფილს ვერ ყიდულობს, არა, რომ ხალხს აი ესეთ კარტოფილებს თავაზობენ. აი მას შეხედეთ. თქვენ რომ გყავდეთ შვილი და ესეთი კარტოფილი შესთავაზოს გამყიდველმა. ამას იყიდით. აი რას უზომთ ამ კარტოფილს, ჰა? ასე რომ ჩვენმა გადაცემამ გადაწყვიტა, რომ ჩვენ წავსულიყავით ბაზრებში და შეგვიმოწმებინა რა ღირს ზოგადად კარტოფილი და რამდენად ხშირია ესეთი კარტოფილები ქართულ ბაზრებში. გადავინაცვლოთ ქართულ ბაზარში. მოვედით მეგობრებო ადგილობრივ ბაზარში, რომ შევამოწმოთ ფასები, ნახოთ რამდენის ყიდვას შევძლებთ 100 ლარად, პომიდორმა დაიკლოთ თუ არა ტესლა უჭერს ხალხს. და ყველამ აუცილებლად რა თქმა უნდა თქვენ ადგილობრივ ბაზრებს უნდა მიხედოთ. ხა თბილისში მით უმეტეს ნავთლუღი გაქვთ, დეზერტირების ბაზარი გაქვთ. ყიდულობთ მოკლედ ადგილობრივ პომიდორს 6 ლარად კილოს. და ადგილობრივია, ხო? ადგილობრივი კიტა. თურქეთის არ არის. სტაფილოს ყიდულობთ 2 ლარად, მოკლედ სტაფილოც საჭიროა სახლისთვის. როგორ? რამდენში გაქვთ? 2 ლარში. მაშინ ჯამში დამიკელით რამე. 2 ლარი ღირს თეთრი ხახვი და 2 კილოს ავიღებთ ამას. რობიძო, გაიო. კარტოფილს ყიდულობთ ლარად 10 კილოს წავიღებთ. პატარა ვედრას ხوار შევყავ. 15 ლარად შევართავო. აჰა, აი. მე მოხსოვდი. აი ხერხი მიკი. მაგრი ხორდაკში, მაგრი ხორდა ხორდა. რამდენის გამოვიდა? 4. ოსნაულები ვიყიდეთ, დაგვრჩა 33 ლარამდე. წვანილები ვიყიდოთ ახლა და მერე ხორცი და ყველი. და პატეკ ფილიპის საათი წავედი. ეს გამოვიდა 10 ნახევრის, 10-ში მოგცემთ. გაიხარეთ. 27 ლარად აქვს კილო ხორცი და ვყიდულობთ ახლა მოკლედ. არა ძმაო, არა, ჰოპ. აი ხა ისე გავაკეთე, რომ ვითომ ეგრევე არ ვწერა, არ და ანუ ეს ბაზრის ვიდეო უკვე ჩაწერილი მაქვს. დღეს დილით ჩავწერე, ეხლა ვწერ ორივეს, შესავალსაც და დასასრულსაც. შუაში ვსვამ ბაზრის ვიდეოს. რა ვქნა, მიჩივლეთ. ჰა, რა ვქნა, ყველა ეგრე წერს. და მე ედიტორის არ მყავს, ჩემი თუ აედიტებ, ჩემი თუ უნდა დავჭრა, რომ ჯერ დასაწყისი ჩავსვა, მერე ბაზრის ვიდეო ჩავსვა, ეხლა დასასრული ჩავსვა. დავიწყოთ დასასრული. გამარჯობა მეგობრებო, დღეს ვიწყებ დასასრულს. აჰა. აგერ პომიდორი. ბუმ. პომიდორი, რომელიც ჯერ სეზონშიც არ არის. ანუ და მით უმეტეს თან ადგილობრივია, ადგილობრივი პომიდორია. ჯერ მოიცა ერთ წამი. ადგილობრივი პომიდორი როგორ არის, როცა სეზონი არ გვაქვს? ჰა? სათბური. სათბურები მოგი შენ. ადგილობრივი პომიდორი, რომლის სეზონიც ჯერ არ შემოსულა მეგობრებო. ასე რომ ამიტომ ღირს 6 ლარი, თორე პომიდორის სეზონი როცა შემოვა, ეღირება ალბათ 2 ლარი, ხო? იმიტომ 6 ლარი პომიდორი, 6 ლარს მე ნაღდათ არ გადავიხდი პომიდორში, უბრალოდ ფერის გამო ვიყიდე, მართლა ფერის გამო ვიყიდე. შემდეგ ხახვი. შეხედეთ რა ხახვია. აი ესეთ ხახვს ადიშოვით. ნუ მოკლედ ხახვია რა. თეთრი ხახვია, რა უნდა იყოს ახლა. ნუ გამოვსკვნევინებ და ნუ ჩამაკმეჩნებ. აჰა. ვინმეს არ გიჯერათ რომ თეთრი ხახვია? თეთრი ხახვი 2 ლარი. აი მეტი რა ჯანდაბა გინდათ, აჰა.
სტაფილო. გარეწყილი. ადამიანები გარეწყილს ყიდიან ორლარად. აი უყურეთ. 2 ლარი. ჭარხალი. ბუნებრივი. გაზრდილი საქართველოში. არასაიდან შემოტანილი. არასაიდან იმპორტირებული. გადაო, არ მართლა ძალიან მაგარია. მე გაიფები გასინჯე. გასინჯე ერწამე. პედერასტივით ნუ ჭამ, კარგად ჭამე. ტალახებით ჭამე. არ მინდა. შემდეგი, კომბოსტო. ყველაფერი არის ადგილობრივი მოყვანილი, ანუ სტაფილო გარეცხელია, ჭარხალი გარეცხელია. რატო ეცხავთ ხალხო ვაფშე? ანუ ჭარხალსაც გირეცხავენ, სტაფილოსაც გირეცხავენ, ხალხსაც გიწმენდნენ. არ ვიცი. კაი, შემდეგი. კიტრი. აჰა, კიტრი. ჯერ არ დაგვისრულებია. მოგიწევ. აი კარტოფილი არ მოყვარს. უმი კარტოფილი გიჟღვა ვარ მართლა, მაგრამ კარტოფილს დავამატოთ ყველი ამხელა. აი უყურეთ, შეხედეთ. აი შეხედეთ. ყველაზე ფრთხილად შევჭამე. ჭარხალს იმას უბაყვებ და ყველია. მოიცა სტოპ. ოკაი ყველია. დიახ, მეგობრებო, დიახ. აი ესეთი პროდუქცია გვაქვს საქართველოში 100 ლარად. სტოპ, ეს გონიათ სულ? მოიცა ერთამე. ხორცი მომე. აგერ მეგობრებო. აჰა. აი ეს გახავთ ხორცი, ძროხის. ეხა არ გაჩვენებთ პარკიდან გამოღებულს, არ მე ვეგანებმა უნდა მიჩვიონ, რომ შენ ძროხებს ხოცავ და ასე შემდეგ და ჩვენ ინდოეთში ვცხოვრობთ. შემდეგი. თქვენ გონიათ ხორცებით დავასრულეთ? აი ეს ვაშლები ვისია, ჰა? აი ეს ლამაზი ვაშლები ვისია? აი ესენი ვისია, ჰა? ძუძუები ვით ვაშლები ვისია? თელი პარკი ვაშლები გვაქვს. ეს ყველაფერი შედიოდა 100 ლარში. აი ეს ყველაფერი შედიოდა 100 ლარში. და ეს ყალები გამოდიან და მე დღეს 1 წელი კარტოფილი და 3 წელი ფისტაშკა ვიყიდე. როგორ გაძვირდა ყველაფერი. წადი თელი ბაზარი გადავსებულია მანქანებით. თელ ბაზარში ხალხი დადის, ყველა ვაჭრობს, ყველა კმაყოფილია, ხალხი კმაყოფილია, გამყიდველები კმაყოფილები არიან. მე მინდა რომ მე იდეალურად ვიცხოვრო და მე მინდა რომ ეს არ ბიჭო, მე 8 წელი ვწვალობ, მე 12 წელი ვმუშაობ, 250 ლარზე რომ ვმუშაობდი, 20 წლის მუტრუკი რო ვიყავი. და შენ 20 წლის რო ხარ და რო გამოდი ხო მე გამოვდივარ პროტესტ. წადი შენი გამზდელი ვინ ხარ? ვიზაც სტაფილოს ფასები არ მოსწონს, ყველას ციხე ეგრევე. აი სტაფილოს ფასები კარგია. ძროხის ხორცის ფასი კარგია. უმია ხორცზე.
თქვენ ხართ ბიჭო უმადურები. თქვენ ხართ დაუნახავები, თქვენ ხართ გამოუცდელი ადამიანები. რომლებსაც არაფერი გამოგიuliათ, რომლებიც გაჩნდით გუშინ და დღეს ატრაკებთ რომ მე მინდო ესე და ესე მგონდა. რა უნდა გქონდეს? რატო უნდა გქონდეს? რატო უნდა გქონდეს? აი, ერთი მიზეზი გააქვს. რატომ უნდა გქონდეს შენ ყველაფერი კარგად? აბსოლუტური თავისუფლება გაქვთ. ვინმეს ბიზნესის გაკეთების ტრაკი გაქვთ, წადით გააკეთეთ ბიზნესი. ვინმეს გლოვოში მუშაობა გინდათ და 6 და 7,000 ლარის გაკეთება გინდათ, წადით იმუშავეთ. ვინმეს აი სადმე წასვლა გინდათ და იქიდან უკეთეს ფულში შოვით, წადით გააკეთეთ. ვირას გიშლით? არა, აი თქვენ გინდა რომ მე მინდა რომ ტრაქზე ვიждე და მთავრობამ დამეხმაროს, მე მინდა რომ მთავრობამ რატო უნდა დაგეხმაროს ბიჭო მთავრობამ, აი სტაფილო დამივარდა, всё, ხვალ წავალ ახალ სტაფილოს ვიყიდი. შენ იყიდი, ვერ იყიდი სტაფილოს. შენ წახვალ იტირებ ამ სტაფილოს გამო. შენ წახვალ მთავრობას დააბრალებ ამ სტაფილოს დავარდნას. ეგეთი ნოლები ხართ ბიჭო. ეგრე მე შემიძლია ტიკტოკერობა. რა შეგიძლიათ ბიჭო? არაფერი არ შეგიძლიათ. ესეთი ნოლები როგორ გახდით? ეს როგორ დამცირდით ბიჭო? ეს რა მოგივიდათ? რა დაგემართათ ქართველო ერო? რომ ესეთი ნოლები გახდით? რომ ვერაფერს ვეღარ აკეთებთ ბიჭო? მარტო მეგრელები აწვებიან ერთმანეთს იმენა. დარჩენები რას ვაკეთებთ? რომ ვინც გაიქაჩება ქართველი, ამან მოიპარა, იმან ვიღაცა მოკლა. ეგრე მარტივია? წადი ძმაო, შენც მოკალი მაშინ, აბა? აი, ანუ როგორ გვაქვს საქმე, რომ აი პროსტა ეგრეა, რომ ვიღაცას მოკლავ და всё ეგრე მილიარდები გერიცხება ანგარიშზე? ეგრეა ცხოვრება? რა ეგრეა ცხოვრება, ბიჭო? არაფერს ტრაკი არ გაქვთ, არაფერს გაკეთება არ გინდათ და მე იმას აბრალებთ, რომ მე სტაფილოს ვერ ვყიდულობ, სტაფილო ძვირია, რა არის ძვირი ბიჭო? ლარი ღირს ეს დედამოწყრული. 1 კილო, აი ეს ყალეობა ღირს ლარი, აი ეს ამის დედა შევეცნა. აი ეს ღირს ლარი. აი ეს ღირს ლარი. აი კარტოფილსაც დაგიმატებ რომ ლარი ღირს ყველაფერი. დიდ ბოდიშს გიხდით ჩემი ნერვიულობის გამო. ჩემი მიზანი არ ყოფილა რომ ესეთი უხეში ყოფილიყავი. ასე რომ იმედია ყველა მიმიღებთ. თუ იმეს დახმარება გჭირდებათ რა თქმა უნდა. ყველა ქართველს გვიჭირს, დიახ, ასე რომ მესმის თქვენი მთელი გულით მართლა. და გთხოვთ რომ გამიგოთ. გთხოვთ გამოიწეროთ ჩემი არხი, რადგან მე თქვენი მეგობარი ვარ. გადი